მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ თვითონ თქვენგანს დიდი სიყვარულით. მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ხართ ჩემთან, იწონებთ გაშლებს, ხართ უკავშირზე, მანიბივრებთ სასიამოვნო კომენტარებით, მე კვლავ დაველოდებით თქვენს კომენტარებს, იცით რომ ეს ძალიან საინტერესოა ჩემთვის და სტიმულს მაძლევს, რომ გაგანებივროთ ახალი გაშლებით. დღეს კი მინდა გავაკეთო გაშლა ასეთი თქვენი ურთიერთობა გადავა ახალ საფეხურზე მომავალი 3 თვის განმავლობაში. გაშლა გავაკეთოთ 2 ვარიანტად, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. გაშლა იქნება მოკლე, მაგრამ ინფორმაციული. პირველი იქნება ლაბრადორიტი, მეორე იქნება უკაცრავად ავანტურინი მწვანე. აბა კონცენტრირდით, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, ის იქნება თქვენი ვარიანტი. დიდი ფიქრი არ ჭირდება ვარიანტის არჩევას და ნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. ძალიან ბევრი რამ გამოიარეთ, თითქოს აი ეს ურთიერთობა ერთგვარი ტვირთივით არის თქვენთვის. საკმაოდ ბევრი გააკეთეთ აი ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად, განსავითარებლად, მაგრამ გეტყვით, რომ აი ამან შეიწირა თქვენი ნერვები, ჯანმრთელობა, დრო და საკმაოდ დაიღალეთ აი ამ ურთიერთობით. მოდი ვნახოთ. ექნება განვითარება აი ამ კონკრეტულ ურთიერთობას. იმედგაცრუება საშინელი აქ. მეგობრებო, შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ იმის გამო, რომ ეს ადამიანი დიდად არ აქტიურობდა, ძალიან კუსნაბიჯებით მიყვებოდით ურთიერთობას, შეიძლება აქ სამკუთხედებიც იყო აი ამ ურთიერთობაში, ან ხშირად იყო იმედგაცრუება, გულის ტკივილი, რამაც სწორედ ზემოთ როგორც აღვნიშნე, ძალიან დააგხალათ. შეიძლება თქვენი ურთიერთობა თავიდან მეგობრობით დაიწყო, უბრალო მეგობრობით და მერე გადაიზარდა აი ამ ყველაფერში. ექნება თუ არა განვითარება, შეიძლება ისევ განახლდეს თქვენ შორის აი ეს ემოციური გაცვლა, მეგობრული სიტუაცია, მიუხედავად ამ ყველაფრის ექნება განვითარება. ეს რას ნიშნავს? მეგობრებო, აი ამ 3 თვის, მომავალი 3 თვის განმავლობაში შეიძლება კომუნიკაცია შედგეს თქვენს ურთიერთობაში იყოს კომუნიკაცია, აი თუ დასრულებული გაქვთ ურთიერთობა, აი რაღაც მომენტში თავს იკავებდეთ, რომ გახვიდეთ კომუნიკაციაზე, აღადგინოთ ეს ყველაფერი, თავს იკავებთ, თითქოს არ იცით რა უნდა გქნათ, გზას ვერ ხედავთ, ეს მამაკაციც თითქოს დისტანციას იჭერს, თუმცა შორიდან გაკვირდებათ ძალიან, თითოეულ თქვენს ნაბიჯს აკვირდება, ეჭვის თვალით უყურებს, ეჭვიანობს ზოგადად მამაკაცი, ექნება განვითარება თქვენს ურთიერთობას. მეგობრებო, მაგრამ აი ამ 3 თვის, მომავალ 3 თვეში შეიძლება კიდევ ერთხელ გულისტკენა მოხდეს სიტყვებით, ერთმანეთს ატკინოთ ძალიან. თუ თქვენ შეცდებით კომუნიკაციაზე გასვლას, რასაც მე არ გირჩევთ ნამდვილად და აქ ჯობია რომ თქვენს თავზე გააკეთოთ აქცენტი, თქვენს კომფორტზე და ვფიქრობ, რომ უკვე ასეც იქცევით, აქ თქვენი თავი გაქვთ არჩეული უკვე, გოგოებს საკმაოდ უღრმავდებით აი ამ ყველაფერს და აცნობიერებთ, თქვენ უკვე გაცნობიერებული გაქვთ, რომ
დიახ, მე უნდა ვიზრუნო ჩემ თავზე, ჩემს კომფორტზე, ჩემს ემოციებზე და აქედან გამომდინარე სამთვეში პერსპექტივას ვერ ვხედავ. ეს გახდათ პირველი ვარიანტი, მადლობა თქვენ, ვინც მიყურეთ და დაგელოდებით მე კომენტარებში და მეორე ვარიანტი ვნახოთ. ვინც ავანტურინი აირჩიეთ. და ურთიერთობაში ხართ, ახლა თითქოს მეგობრებო, თითქოს გამარჯვებული სტატუსი გაქვთ, რაღაც მოიპოვეთ, აღიარება, შეიძლება ეს საქმეში, შეიძლება სამსახურში, შეიძლება იმ ადამიანთან, ვინც ჩაიფიქრეთ, ფიქრობთ, რომ უკვე გამარჯვებული ხართ, აღიარებული ხართ, საკმაოდ ისეთ ენერგიებში ხართ, რომ თვითშეფასებაც მაღალ დონეზე გაქვთ. აქ ძალიან კარგად გრძნობთ მეგობრებო, გოგოებო თავს, მშვენივრად გრძნობთ, რაღაც თითქოს ყველაფერი გაქვთ, რაც გსურდათ. აი, ასეთი ენერგია მოდის, რომ რაც თქვენ გსურდათ. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერი ქალი ხართ, გამარჯვებული ხართ, ამავე დროს ძალიან ემოციური, სათუთი გულის, ძალიან საყვარელი მამაკაცისთვის საკმაოდ ტკბილი ენერგიების მქონე ქალბატონი ხართ. გადავა თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე. მეგობრებო, აი ამ 3 თვის განმავლობაში ეს მამაკაცი დაკავებული იქნება თავისი სამსახურეობრივი მოვალეობით, საქმეებით და შეიძლება ცოტა მკაცრი გამომეტყველება აქვს, რადგან აქვს შესაბამისი სტატუსი თქვენს ჩაფიქრებულ მამაკაცს, რომელიც გახლავთ ან საჯარო მოხელე, ან ექიმი, ან შეიძლება ისეთ სტრუქტურაში მუშაობს, ეს იქნება პოლიცია, სამართალდამცავი, ან წამყვან პოზიციებზე და დიდად გრძნობებს და ემოციებს არ გამოხატავს, მაგრამ 3 თვის მანძილზე ვფიქრობ, რომ აქ იქნება ახალ ეტაპზე თქვენი ურთიერთობის გადასვლა, თქვენი სექსუალურობით, მომხიბვლელობით, თქვენი ენერგიებით, ნამდვილად სხვა გზას არ უტოვებთ თქვენს ჩაფიქრებულ მამაკაცს და იზიდავთ, ძალიან იზიდავთ თქვენ მას. გადავა ახალ ეტაპზე თქვენი ურთიერთობა მომავალ 3 თვეში. შეიძლება ქორწინებითაც კი შეიცვალოს აი ეს თქვენი ურთიერთობა, ან თუ უკვე ოჯახი გაქვთ მეგობრებო, მაშინ და გზას ვერ ხედავთ რაღაც მომენტში. თუ რაღაც ისეთი ხდება თქვენს ცხოვრებაში, რომ არ იცით რა უნდა ქნათ, მე გეტყვით, რომ ნამდვილად მოთმინებით დაელოდოთ და ყველაფერი უკეთესობისკენ ნამდვილად შეიცვლება. აქ თქვენთვის რჩევას ამოვიღებ. კი, აუცილებლად მეგობრებო, თქვენ მიიღებთ იმას, ზოგიერთი თქვენგანს შეიძლება სწორედ ის აღიარება მოიპოვოთ, რაც თქვენ გსურდათ, თუ მანძილზე იმყოფებით და ფარგლებს გარეთ ხართ წასული და თქვენ სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებით, თქვენი შეხვედრა აუცილებლად შედგება. შეიძლება აი ამ მამაკაცმა თქვენ მოგაკითხოთ და აუცილებლად ექნება პერსპექტივა თქვენს ურთიერთობას. მომავალ 3 თვეში პროგრესირდება თქვენი ურთიერთობა ნამდვილად. ეს გახლდათ მეორე ვარიანტი, თქვენს დაგელოდებით კომენტარებში და დროებით დაგემშვიდობებით. მომავალ გაშლამდე.